ადამიანს საარსებო მინიმუმი 450 იქნება თუ 500 ლარი. სულაც ეს რო ანაღულებს, ეს ხო საბოლოო ჯამში მდგომარეობს იქიდან, რომ ქვეყანა არის ღარიბი. ღარიბი ქვეყანა ვართ, ამიტომ გვაგალობს, რაც ჩათვლის მთავრობა საარსებო უკიდურეს საარსებო მინიმუმად. ამ კითხვაზე პასუხი ის კი არ უნდა იყოს, ჩემი აზრით, რომ ჩვენ ახლა ძალით ვიღაც ადამიანი რო აიყვანოს სამსახურში, მას უნდა გადაუხადო რაღაც ხელფასი, რომელიც იმაზე ნაკლები არ შეიძლება იყოს, რაც მთავრობამ დაადგინა. ამის რეგულირების ნაცვლად და ამ ადამიანზე ხელშესლის ნაცვლად ხო ჯობია, რომ ჩვენ ვიფიქროთ იმისკენ, რომ ისე გავმდიდრდეთ შინაარსობრივად, რომ არ ვღელავდეთ პირობითად, რამდენი იქნება მთავრობის მიერ დადგენილი საარსებო მინიმუმი, იმიტომ რომ ჩვენი ბუნებრივი შემოსავალი, როგორც მდიდარი ქვეყნის, იქნება ბევრად მეტი, ვიდრე შეიძლება იყოს რაღაცა ის 500 ლარი თუნდაც. მაგალითისთვის, ჩვენ რო თავის დროზე თუნდაც საბჭოთა კავშირი როცა დაინგრა, გადაგვენაწილებინა ჩვენი ქონებები, რომელიც სახელმწიფო საკუთრება იყო ადამიანებზე თანაბრად და უსასყიდლოდ. ახლაც ეს რო გავაკეთოთ, აი უსვათ რო გადავწყვიტოთ, რომ საქართველოში ყველაფერი არის ქართველების. და გადავანაწილოთ დარჩენილი ტერიტორიების, ქონებები, ყველაფერი ადამიანებზე თანაბრად. და ამითი ეკონომიკურ ბრუნვაში ჩავთოთ მთელი ქვეყანა. ახლა არის დაახლოებით ალბათ ღირებულების 20% ჩართული. და ამიტომ არ ღარიბები. დანარჩენი გაყინულია და სამწუხაროდ საკუთრებაში და როცა ჭირდებათ რაღაცას გამოიტანენ აუქციონზე, გაყიდიან, ბიუჯეტში ფულს დაამატებენ, ვიღაცას ასარგებლებენ და ხალხს ამით პრაქტიკულად არ აქვს. ხო და ჩვენ გვინდა რომ არსებითი გამდიდრებასაც გამოიწვევს ამ საზოგადოების ეგ რეცეპტი შევთავაზოთ. მე არ მინდა რომ ჩემი რომელიმე რეფორმა იყოს მიდრეკილი იმისკენ რომ რაღაცა აი კარგად ეხმარება გაჭირვებულებს. ანუ პირიქით მე მინდა რომ იყოს რომ ცოტა გაჭირვებული იყო მის დროს. ადამიანი მაგალითად ბევრი ფული რო ქონდეს და რო გინდა ეს ადამიანს დაეხმარო ახალგაზრდა ჯანმრთელ ადამიანს, ისე რომ ფული აჩუქო მას. ბევრად უფრო ეფექტური იქნება მისთვის რომ რაღაც საქმეში ჩართო. დახმარება თუ გინდა ამ ხალხისთვის და ჩვენ ეს საზოგადოება ჩვენ საქმეში უნდა ჩავთოთ. ანუ 500 ლარამდე გავხდით თქვენს დახმარებას და შემწეობას კი არა. უნდა უთხრათ რომ პირიქით იყავით ამბიციურები ხალხო 500 ლარი კი არა 5000-ზე იჩამიჩეთ.